ბოიკოტზე ამბობდით, მაგრამ არც ერთ ევროპულ პარტნიორს არასდროს არ მოუთხოვია ჩვენსგან ბოიკოტი ან არჩევნების შემდეგ. თქვენ თქვით რომ არავის არ მოუწოდებიაო ბოიკოტისკენ არც ევროპელს და არც ერთ დასავლელ პოლიტიკოსსო და აქ შეგახსენებთ მიტინგები რომ იმართებოდა არჩევნების მერე პარლამენტის წინ და ჩამოსულები რომ ის ვიღაც პროტოტიპები რომ ჩამოდიოდნენ ხარგად დააყოლოთ ქვეყანას რომელმა მთავრობამ გააკეთა არა საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მერე თქვენს რომ ბოიკოტში გადითო ბოიკოტში გადითო არჩევნებში არ მიიღეთო არა ევროპარლამენტი თუ არაფერი არ არის არა ხაშია წერია ბოიკოტში გადით და არჩევნებში მოწოდება არ მიიღოთო ეს წერია კი არა არჩევნებში მონაწილეობა როგორ კაცო არჩევნების მერე ხდებოდა ეს ამბავი უკვე მონაწილეობა მიღებული ჰქონდათ და მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე მანდატები დახიეთო და კი ბატონო, კი, მოწოდება იყო რომ არ შეხვიდეთ პარლამენტში. რა თქმა უნდა. რომელმა მთავრობამ გააკეთა, რომელმა მთავრობა დაასახელეთ, კომისარი, ევროკომისარი. ერთსა ნახეთ, ამ ევროპარლამენტის რეზოლუცია ნახეთ. ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროკომისიამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელიმე მათგანმა, იქ მე ქვეყნებზე რო წავიდეთ, რომელიმე მათგანმა საქართველოს მიულოცა თუ არა არჩევნების წარმატებით ჩატარება და ეს ნიშნავდა თუ არა ბოიკოტის ხარდაჭერას. არა, ეს ნიშნავდა